სკოლიდან ვიცით, მაგრამ არ არის საჭირო სკოლიდან ვიცოდეთ, რომ დედამიწაზე ყველაზე მაღალი მწვერვალი არის ევერესტი, რომელიც სიმაღლე შეადგენს 8858 მეტრს. თითქმის 9 კილომეტრი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ სამყაროში ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომელიც ჩვენს მიერ არის აღმოჩენილი, მდებარეობს მარსზე. მთა სახელად ოლიმპი, რომლის სიმაღლე 21 კილომეტრზე მეტია. შევეშოთ თერფს და ჩავიდეთ დაბლა. ალბათ გაგიკვირდებათ და ოკეანეები კოსმოსზე ნაკლებად არის შესწავლილი. რეალურად ჩვენ თვალწინ არის სამყარო სრულიად ხელშეუხებელი და ჩვენთვის უცხო. დედამიწაზე ყველაზე ღრმა წერტილი ეს არის მარიანას ღრმული. ამით საშუალო სტატისტიკური ადამიანის ცოდნა მთავრდება, მაგრამ რატომღაც არ ინტერესდებიან რა შეიძლება ბინადრობდეს ან ცხოვრობდეს ამ ღრმულში. ეს ღრმული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში, მარიანას კუნძულებით. სწორედ აქედან აქვს სახელი კუნძულებს. მოკლედ, ეს ღრმული წარმოადგენს ვესერბ ჩაღრმავებას, რომლის სიგრძე 1500 კილომეტრია, ხოლო სიღრმე კი 11 კილომეტრზე მეტი. ცნობისათვის აქ შეგიძლია ჩადიოთ ევერესტი, ზედ დაადგათ ეიფელის კოშკი და კიდე ადგილი დაგრჩება ჭაქსათვის. ბატონო ლექტორი, თქვენი აზრით მარიანას ღრმულში სიცოცხლე არის? ლომიძე შენ ხარ? 50 გიწერ ამ სემესტრშიც მეორედ შეგეტენა გეოლოგია. ეგეთი სულელური კითხვებისთვის, რა თაობა. დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ ამ ღრმულში სიცარიელე მეფობდა, ხოლო სიცოცხლეზე არანაირი საუბარი არ იყო. მაგრამ 1958 წელს საბჭოურ ხომალდ ვიცაზის ეკიპაჟმა საწინააღმდეგო დაამტკიცა. მის წევრები აკეთებენ თამამ განცხადებას. 7000 მეტ სიღრმეზე სიცოცხლე არსებობს. მას შემდეგ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება გაჩნდა იმის შესახებ, რომ მარიანას ღრმულში ბინადრობენ არა მარტო დიდი რაოდენობის ბაქტერიები, უხერხემლოები და მოლუსკები, არამედ უზარმაზარი ზომების, დღემდე ამოუცნობი არსებები, რომლებიც სხვათა შორის იქ თავს კარგად ხსოვენ. 1960 წელი შვეიცარიამ მკვლევარი ჟაკ პიკაში პირველი ამოცდილობს ეწვიოს ამ ღრმულის ფსკერს. ბატისკაფით ჟაკი და მისი ეკიპაჟი დაიშვა თითქმის 11 კილომეტრზე. გუნმა იქ სულ რაღაც 20 წუთი გაატარა, მაგრამ ნახა საკმარისად, რათა განეცხადებინათ. მარიანას ღრმულის ფსკერზე არის სიცოცხლე. აღმოჩენა ნამდვილი სენსაცია იყო, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იქ 11 კილომეტრზე სიცოცხლე იქნებოდა. წარმოიდგინეთ, იქ წნევა 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 3 ტონაა. ასეთი წნევის გამო იღუნება მეტალი, მაგრამ ადგილობრივ თევზებს არც არაფერი სუფეხებზე კიდია. თუმცა იმ ექსპედიციაში 11000 მეტრზე სიცოცხლის აღმოჩენა არ იყო ყველაზე გასაოცარი, რადგან წლების შემდეგ გაიშიფრა ჟაკის ჩანაწერები, რაც ნამდვილად სისხლს ყინავს სარღვევში. ილუმინატორი დამოჩანს რაღაც დიდი დისკოსებრი სხეული, რომელიც ბატისკაფს მოყვება. სხეული აკეთებს მანევრს, კი აშკარად ჩვენ გვათვალიერებს. ობიექტი კარგად იყო აღწერილი და შეცნომის ან ტყუილი შანსი გამორიცხულია. ვინ ან რა იყო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღესდღეობით კვლავ უცნობია. 1985 წელს ამერიკულმა გემმა Global Challenger-მა ღრმულთან ახლოს ჩაუშვა სფეროს ფორმის აპარატი, რომელსაც თავის ფორმის გამო ზღარბს ეძახდნენ. მალევე კომპიუტერმა დაიწყო უცნაური ხმების ჩაწერა, ხოლო ტროსები, რომლითაც ბატისკაფი იყო დამაგრებული, იმდენად გაიჭიმა, რომ დატვირთვას ვეღარ უძლებდა. შეშინებულმა მკვლევარებმა მყისიერად დაიწყეს ზონდის ამოღება, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. იქ რაღაც ძლიერად აკავებდა აპარატს. 3 საათიანი შეუჩერებელი სამუშაოების შემდეგ ზონდი ამოიყვანეს. აქ კი მეცნიერების თვალწინ აღმოჩნდა საშინელი სურათი. აპარატი გამოიყურებოდა ისე, თითქოს უზარმაზარი არსების პირში იყო. გარეკანზე კბილების კვალი იყო დარჩენილი. ტროსებისა და გარეკანის მდგომარეობა ყველას აცვიფრებდა. შიშის დასაუკებლად ოფიციალურ ვერსიაში განაცხადეს, რომ აპარატი კლდეს გამოედო. მაგრამ ეკიპაჟის წევრებმა იცოდნენ, რომ იქ იყო რაღაც უზარმაზარი და ძალიან ძლიერი. კი, მარიანას ღრმულში არის კლდეები და უსწორმასწორო ზედაპირი, მაგრამ სადაც ექსპედიცია მიმდინარეობდა, იყო აბსოლუტურად სუფთა და სწორი ადგილი. და მაინც, ასე რომ ყოფილიყო, სხვადასხვა მოწყობილობები დააფიქსირებდნენ შეჯახებას. მოგვიანებით, ერთ-ერთ თეორიაში ბიოლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ასეთი დაზიანების მიყენება შეეძლო მხოლოდ გიგანტურ რეპტილიურ არსება მეგალოდონს. მეგალოდონი თანამედროვე ზვიგენების წინაპარი იყო, რომელიც მასით 50 ტონა, ხოლო სიგრძეში 22 მეტრი იყო. ითვლებოდა, რომ ეს სახეობა 20 მილიონი წლის წინ გადაშენდა, მაგრამ თუ ასეა, ის კი არ გადაშენდა, არამედ კომფორტული თავშესაფარი იპოვა მარიანას ღრმულში.
რა თქმა უნდა, ეს იდეა უსაფუძვლოდ არ წარმოქმნილა. მტკიცებულობა ამისა ისაა, რომ მეცნიერებმა ღმულთან ახლოს აღმოაჩინეს ეშვები, რომლებიც მტევნის ზომა იყო. გამოკვლევებმა კი დაამტკიცეს, რომ ეს კბილები ნამდვილად ეკუთვნოდა მეგალოდონს. რამდენიმე წლის შემდეგ კი იაპონური სატვირთო გემი გადიოდა ღრმულთან ახლოს, როდესაც მიიღო ძლიერი დარტყმა გვერდიდან. სხვა წყნარი იყო, არანაირი რელიეფი კი პერიმეტრზე არ შეინიშნებოდა. როგორც ხედავთ, დედამიწაზეც არის ისეთი ადგილები, რომლებიც არანაკლებ მისტიკურია ვიდრე კოსმოსი. სანამ ადამიანი ცდილობს აღმოაჩინოს სიცოცხლე სხვა პლანეტაზე, თვითონ დედამიწაზეც არ არის ბოლომდე შესწავლილი სიცოცხლე თუ ზოგადად ცხოველთა სამყარო. კიდევ რამდენ საიდუმლოს გვიტოვებს სამყარო უცნობია. ჩვენ კი შევეცდებით მოგითხროთ მათზე, დღეს ამით დაგემშვიდობებით, შემდეგ ეპიზოდში კი ვისაუბრებთ. თუ გაინტერესებთ შემდეგი ეპიზოდის თემა, ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს, მანამ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე და დაგვალაიქეთ Facebook-ზე. დროებით. ინტრიგა იმაშია, რომ კოსმოსს ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი გაოცება. მაგალითად, ტელესკოპმა კეპლერმა სხვა სისტემაში აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც თავის მზესთან 15-ჯერ უფრო ახლოს არის, ვიდრე მერკური ჩვენ მზესთან. ამ პლანეტას პირობითად გლიზე 436b უწოდეს და იგი ერთ შეხედვით ნეპტუნს წააგავს. გლიზე 436b მთლიანად ყინულითაა დაფარული. როგორ თქვენ მიკითხავთ? ყინულით? მაგრამ სტოპ, მოდი ის ვიკითხოთ. ამ ყინულს რომ შევეხოთ, რა მოგვივა?